ზაფხულში მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევები იზრდება, მიზეზი მალფუჭებადი საკვების მიღება. მომხმარებლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართავთ ხორცს პროდუქტებისა და რძის ნაწარმის შეძენის დროს. გურჯაანის გლეხურ ბაზარში აცხადებენ, რომ მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები დაცულია. ორგანიზაციის დირექტორის ლამარა აკოფაშვილის განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სისტემატურად ატარებენ მონიტორინგს, რათა მომხმარებლებმა ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქციის შეძენა შეძლოს. დაცული არის ნორმები, აგერ ყველები, აგერ ხორცები, იმიტომ რომ ეს მალფუჭადი პროდუქტი არის და ყოველთვის სურსათის უნებლობა მობრძანდება, მითითებებს გვაძლევენ, შენიშვნებსაც გვაძლევენ და ვასწორებთ ყველა ამ შენიშვნას და მითითებას. ხორცებშიც იგივე მდგომარეობა, დაცული არის სანიტარული ნორმები, მაცივრები მუშაობს, სუფთავდება, იქაურობა, ირეცხება, იხეხება როგორც იატაკი, ისე მინები, მაცივრები, ყველაფერი.